როგორც ვიცი პატიმრებისგან ყოველდღე მინიმუმ 100 ადამიანი შედის გლდანის ციხეში და გადაივსო გლდანის ციხე, იმიტომ რომ ყოველდღე პრობლემაა რეალურად გზავნილის შეგზავნა, საყოფა ცხოვრება რაღაცა ნივთის და მე ან გზავნილის დალოდება მათგან მთელი დღე ფაქტიურად გამოყოფილი უნდა გქონდეს, რომ აქ იდგე და აქ რაღაც მთელი დღე ციხის კართან ელოდო შენი პატიმრის რაღაცა პასუხს და რეალურად სულ რიგებია, ძალიან დღეში ალბათ 300-400 კაცი აგზავნის და იღებს რაღაცა გზავნილებსაც. ძალიან გადაჭედილია ახლა ერთ-ერთი იურისტი შემხვდა და მითხრა მე მგონი დაახლოებით 168 პატიმარზე მეტი პატიმარია ციხეში, ვიდრე ციხეს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პატიმრებთან, პატიმრებმა შეძლონ ადეკვატურად არსებობა ციხის პირობებში. როგორც ვიცი ირაკლისგან, ხშირ შემთხვევაში მაღაზიაში არ არის ხოლმე არც ნივთები, რაც სჭირდებათ, არც საკვები, რაცაც ითხოვენ ხოლმე, საკმაოდ რთული სიტუაცია. რუსეთში ვცხოვრობთ, სრული რეპრესიები სრული ვიცი, შიშის მომგვრელი რაღაცა აბსურდული ბრალდებებით ადამიანების მიმართ, რა ვიცი, ყოველდღე ელემენტარულად Facebook-ზე რომ ჩამოსხვალოთ, მიხვდებით ვინ არის დამნაშავე ამ ქვეყანაში და ვინ იბრძვის ჩვეულებრივად ყოფისთვის. მეკობრულად მაგალია რაოდენობა პატიმრების 2015 წლის შემდეგ. ქართული ოცნება ხო ამბობდა, რომ რას ციხეები გადავსებულია და რატომ არის ახლა ის ძალიან გასაგები რაოდენობა? ის რაც 4 ოქტომბრის აქციებთან დაკავშირებით ხდება და ეს აურაცხელი რაოდენობის აკავები რა თქმა უნდა მიუღებელია, გავს გარკვეულწილად სახელმწიფოს მხრიდან რევანშს საკუთარი მოქალაქეების მისამართით და ვფიქრობ, რომ რაღაც შესაძლებელია და ამ თვალსაზრისით ბევრია სამუშაოსაც ვერ ვიტყოდი პრინციპში, მაგრამ რაღაც უნდა შეიცვალოს, ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ ციხეები ფაქტობრივად ასეთი ტემპით უკვე გადაივსება, თუ ამას დავამატებთ გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მოკლევადიანი ეფექტი ყოველთვის აქვს გამკაცრებულ მართლმსაჯულების სისტემას, მაგრამ გრძელვადიან თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის მიუღებელი და ფაქტობრივად აყალიბებ დამნაშავეებს და ჩემთვის ეს წარმოუდგენელია როგორც ადვოკატისათვის.